გაინტერესებთ რაზეა შენი დრო დღევანდელი და თაკოჩხეიძე? ძალიან. მოგვენატრა თაკოთან. მოგენატრათ, კი ბატონო, მოვიხმოთ მაშინ თაკოჩხეიძე. და თვითონ გითხრას. თვითონ გითხრას ჯობია მაზე ლამაზად ამ ამბავს ვერავინ ვერ მოყვება, ეგ მაინც ხომ ვიცით. როგორ ახლა? აბა როგორ მოგესალმებით, კარგად დავხვდით. თქვენი ყავით ახალგაზრდები კარგად. თავარია. ძალიან კარგი, ძალიან მომენატრეთ და მომენატრეთ ჩემი მაყურებელი. გადავალ დღევანდელ თემაზე. დღეს გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ. ტკბილების მოვლაზე, პირისხოს ჰიგიენასა და თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე. ჯანსაღი ღიმილი არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორ უნდა მოვუაროთ ტკბილებს სწორად? რა თანამედროვე ტენდენციებია აქტუალური ჩვენი სტუმარია თამარ დოლიძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ორთოპედი. სხვათა შორის ისტორიულად, აი არქეოლოგიური გათხრების, როდესაც ძველ ნაშთებს აღმოაჩენენ, ძალიან ხშირად იდენტიფიცირება ტკბილით უნიკალურია. მოგესალმებით. ხოსარა თქვი ვერსია ტკბილთან დაკავშირებით. ვერ გაიგო ყურია. ვერ გაიგეთ არქეოლოგიური გათხრების რომ პოულობენ ტკბილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ და ჩვენ ხუმრობთ ხოლმე, როდესაც ეს არის აი არქეოლოგიური გათხრებში დაახლოებით ესეთი იქნება და სახუმარო ეპიზოდიც რომ სამი და რენტგენოლოგიურ კვლევას რომ უკეთებთ ხოლმე იქ იხატება ჩონჩხი და პაციენტებს ესეთი აი მე ესეთი ვიქნები არქეოლოგიური გათხრები რა პატარა კურიოზი შემორჩება და თუ გათხრია და დავიწყოთ საუბარი რა არის ის ოქროს სტანდარტი სწორად პირისხრუს მოვლის. ნუ პირველ ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. დიდი პატივია ჩემთვის საკუთრად და დიდი მადლობა. ნუ ეს ხა ორჯერ 2-4 და დაწერილი უკვე გადაღეჭილი ინფორმაციაა, რომ პირისხრუს მოვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და აუცილებელი არის სტომატოლოგთან ვიზიტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პროფესიული წმენდა, მოხდეს პირისხრუს ინსტრუმენტული დათვალიერება. ვინაიდან ძალიან ხშირად პაციენტები ვერ პოულობენ ისეთ პრობლემას პირისხრუსი, რაც ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ინსტრუმენტული კვლევის საშუალებით და თუ საჭირო გახდა დამატებით, რა თქმა უნდა, მოვიშველიოთ სხვადასხვა რენტგენოლოგიური კვლევა იქნება თუ დამატებითი კვლევები. ამიტომ რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ წელიწადში მინიმუმ წელიწადში ერთხელ პაციენტებმა მიმართონ მის სტომატოლოგს. რა თქმა უნდა, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან, იმიტომ როგორც აღნიშნე შეიძლება პაციენტმა ვერ შენიშნოს. პაციენტი ძირითადად როდის მიმართავს სტომატოლოგს? როდესაც ტკივილია, პრობლემა, გაუსაძლის მდგომარეობა, ამიტომ მე ვურჩევ ყველა ჩვენს შესაბამისად ჰიგიენური წმენდაც წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული. ნახეთ როგორ არის დღეს ძალიან ბევრი დაიხვეწა ტექნოლოგიები, შესაბამისად ადრე იყო ესეთი წესი, რომ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდარიყო პროფესიული წმენდა, მაგრამ დღესდღეობით 3-დან უკვე 6 თვემდე, აი ნებისმიერ ვადაში ჩვენ შეგვიძლია მიმართოთ სტომატოლოგს. როგორც იქვებს დავინახავთ ვიზუალურად შეგვიძლია. და სახლის პირობებში როგორ არის ეს სახლის პირობებში სწორი მოვლა და ასევე ჩაგეკითხებით დილით წმენდა საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ. ორივეჯერ რომ იყოს ეს დანაშაული ნახეთ როგორ არის უმჯობესია გამოვივლოთ პირისხრო, შემდგომ ვისაუზმოთ და შემდგომ გამოვიხეხოთ კბილები. საუზმის შემდეგ უმჯობესია ესე ალბათ. თქვენც იმ კატეგორიის ექიმი ხართ, რომლებიც ამბობენ, რომ როცა გამოვიხეხავ წყალი არ გამოვივლოთ? წყალი უნდა გადავინებოთ. არა. ნახეთ როგორ არის. დავაკონკრეტებ ძალიან ბევრ სოციალურ ქსელში. არა, იყო ეს ინფორმაცია, მაგრამ სასურველია რომ ჩვენ გამოვხატოთ შემდეგ გამოვიღოთ. უბრალოდ სასურველი არ არის რამოდენიმე ხნის დაახლოებით 9 საათის განმავლობაში არ მივიღოთ საკვები. დიახ, ხეხვიდან. და ის მითია თუ რეალობა, რომ დილას სხვა ჯაგრისი უნდა ვიხმაროთ და საღამოს ძილის წინ სხვა ჯაგრისი? ვფიქრობ მითი. მითია. და მაშინ რა უბრალოდ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ პროფესიული ჰიგიენის შემდგომ გამოვცალოთ კბილის ჯაგრისი აუცილებლად. რადგან ოთარმა დასვა ეს კითხვა, უცბად ჩაგეკითხებით აქვე ელექტროჯაგრისი ჯობია თუ ჩვეულებრივი?
იცით რა არის, ეს ცოტა სადაო საკითხია. არაფრით არ შემიძლია უარყო რომ ელექტროჯაგრისი არ გამოიყენონ პაციენტებმა. უბრალოდ მე პირადად ვარ ექიმი ორთოპედი. ანუ ვინც ორთოპედიულ კონსტრუქციებს ამზადებს პირის ღრუში, ამიტომ ორთოპედიული კონსტრუქციების შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ვთვლი მე ელექტროჯაგრისის გამოყენებას, ვინაიდან მეტი ვიბრაცია ახასიათებს მას და შესაბამისად მე პირადად არ ვუწევ რეკომენდაციას, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და შესაბამისად როგორც ექიმი ორთოპედი ასეთ რეკომენდაციას ვუწევ. თუმცა ბავშვებისთვის უფრო იოლი არის ხოლმე, არა, რადგანაც სწორად არ იხეხავენ. ნუ კარგი ჯაგრისით სწორი გამოხეხვა კბილების ალბათ უფრო რეკომენდებულია. და აქვე ჯაგრისს გავაგრძელებ თემა. რომელია კარგი ჯაგრისი? ესე ძვირიანი ნიშნავს კარგს. არა, ძვირიანი არ ნიშნავს. აი, დიახ, ხო არის კატეგორიები, აი რომელს გვირჩევთ? ესე ძნელია მე ხარ რეკლამას ვერ გავაკეთებ ნამდვილად, ძალიან ძნელია კონკრეტულად ესე გირჩიოთ არა, ბრენდზე არ საუბრობთ. დიახ, ნუ აი ესეთი მარტივი ჯაგრისები, რომელსაც გააჩნია რა გვჭირდება, იცი, ჯაგრულების რაოდენობაზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. გააჩნია თუ არსებობს ვიცით სიხშირის მიხედვით განსხვავებული ჯაგრისები, შესაბამისად იქიდან გამომდინარე რა გვჭირდება, რისთვის გვჭირდება, ნიშნავთ ჯაგრისებს. თუ არის პაროდონტოლოგიური პრობლემები, უფრო რბილ ჯაგრისებს ნიშნავთ, ისიც რაღაც გარკვეული პერიოდი, ოღონდ შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე ან საშუალო, ან მაგარ ჯაგრისს. ეს მაგარი ჯაგრისი ზოგჯერ ისეთი არის, ძილების გაღიზიანებას იწვევს. კბილებში ატოვოზე. დიახ, 100% მართალი ბრძანდებით უბრალოდ, მაგრამ არის რაღაც გარკვეული შემთხვევები, როდესაც ვნიშნავთ მაგარ ჯაგრისებს, მაგრამ მე პირადად ჩემს პრაქტიკაში უფრო მეტად საშუალო, დიახ, მედიუმს რაც შეეხება კბილის პასტას. ჩვენ არა, ჩვენ ადრე გქონდა რუბრიკაში ფერების მიხედვით, აი ბოლოში რო ზოლები აქვს, მწვანე, ლურჯი, წითელი. ამას მე მაგალითად ვაქცევ ყურადღებას მას შემდეგ და მარტო მწვანე ზოლიანს ვყიდულობ. თქვენ აქცევთ თუ არა ამას ყურადღებას და აქვს თუ არა მნიშვნელობა? თორმე ქონია მაისეთი. ვიცი ხა ესეთი მნიშვნელობა კი აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა. სწორად არჩევთ შესაბამისად, მაგრამ ნახეთ როგორ არის საერთოდ კბილის პასტა გასაგებია რომ ფერების მიხედვით ირჩევა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შევარჩიოთ რისთვის ვიყენებთ. ანუ სამკურნალო მიზანი აქვს მას, მათეთრებელი მიზანი აქვს მას, თუ ჩვეულებრივი ყოველდღიური გამოყენებისთვის არის ეს კბილის პასტა. შესაბამისად, თუ პაროდონტოლოგიური პრობლემა ვიყენებთ იმ კბილის პასტებს, რომელიც არის უშუალოდ პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის გათვლილი და თუ გვინდა ყოველდღიური არსებობს სპეციალური კბილის პასტები, რომლებიც უპრობლემოდ შეგვიძლია გამოვიდეთ. კარგით, ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ თავად თემას. ძალიან აქტუალური არის ვინირები და აი ამ თემას რო შევეხოთ, გვირჩევთ, რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული, როგორ კეთდება და როგორ მოუვაროთ. და რა არის და როგორ მოუვაროთ? ჩემი სფეროა, ვინაიდან მე გახლავთ ექიმი ორთოპედი. ნახეთ როგორ არის საერთოდ ნებისმიერი ესთეტიური პროცედურა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 18 წლიდან, ანუ დასრული ასაკიდან. დიახ, ანუ თუ ეს რა თქმა უნდა, თუ რა თქმა უნდა მოხდა ტრამვა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა საჭიროა ამ კბილის კონკრეტულად ან გვირგვინის გადაკვრა, ან რაღაცის გაკეთება აუცილებლად, რომ პაციენტს ესთეტიური შესაძლებლობა ვიზუალი გამოუსწოროთ, კი ბატონო. რაც შეეხება ვინირებს, ძალიან აქტუალურია დღეს ვინირება. მინდა გითხრათ, რომ დღეს აქტუალურია ჰოლივუდის ღიმილს ეძახიან. მხოლოდ ვიზუალისთვის. რა თქმა უნდა, ვინირი არის მხოლოდ ვიზუალი. რა არის ვინირი? ვინირი ეს არის ფირფიტები, კერამიკული ფირფიტები, რომლებიც ეკვრება კბილის ლოყისკენა ზედაპირზე. კბილის გარეთა ზედაპირზე. ამიტომ არის რაღაცა ჩვენებები, როდესაც ვინირის გამოყენება შეიძლება და როდესაც ვინირის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ესეც არის. რა დროს არ არის? აი, ახლა გეტყვით, როდესაც გვაქვს დიდი ზომის ბჟენები, ოღონდ დიდი ზომის ბჟენები ორალური, ანუ სასის მხრიდან იქნება თუ ენის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ვინირების ფიქსაცია, სწორი და კარგი ფიქსაცია რომ მოხდეს, აუცილებელია მოხდეს მაგარ ემალზე. ხო? ამიტომ ეს არის სპეციალური. დიახ, ანუ ბჟენზე მისი ფიქსაცია კარგად არ ხორციელდება. ამიტომ ვინირი, აი, არის ხოლმე ესეთი შემთხვევა პაციენტი, მე მინდა ვინირი, დარეკოს პაციენტი. ესე არ არის, აუცილებელია პაციენტ ექიმის მიერ შემოწმება, რა თქმა უნდა, კლინიკურად ამის ყველაფრის შესწავლა და შემდგომ უკვე გადაწყვეტა შეიძლება თუ არა. გადაწყვეტად ვიკეთებთ, აი რა ხდება.
არის ესეთი შემთხვევა კიდევ რომ თუ კბილები არის ძალიან შეფერილი, რაც ძირითადად ახასიათებს ხოლმე დეპულპირებულ კბილებს, ვინაიდან ძალიან თხელია, შეიძლება მან ვერ გადაფაროს ეს შესაბამისი ფერი, ამიტომ ამას ყველაფერს სჭირდება კლინიკურად კარგად შესწავლა. როგორ ჯობია, როგორი კომბინაციის გაკეთება და უშუალოდ ვინირის პირგვინის კომბინაცია, დიახ, ამას და გამიკეთე ასე არის. ზოგადად ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური ბუნებრივია. ყველა კლინიკური შემთხვევა არის ინდივიდუალური და შესაბამისად აი ეს ინდივიდუალური რას ნიშნავს მიდგომა? ინდივიდუალური მიდგომა ნიშნავს ყველა პაციენტის კლინიკური შემთხვევის დაგეგმარება გუნდურად. ანუ ერთი ადამიანი ამაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა იღებდეს მონაწილეობას ექიმი, ორთოპედი, ქირურგი და ამას ყველაფერს თან უნდა ახლოვდეს, რა თქმა უნდა, დამატებითი რენტგენოლოგიური კვლევა იქნება თუ ინსტრუმენტული, რომ სწორად დავადგინოთ დიაგნოზი და სწორი კლინიკური პროცესს დავუბრუნდეთ თვითონ ვინირების გაკეთების და შემდეგ მოვლის. ვინირების გაკეთების პროცედურა სიმართლე რო გითხრათ არ არის მარტივი პროცედურა, ვინაიდან ეს კეთდება როგორც ვიცით არადეპულპირებულ ან ცოცხალ კბილებზე. შესაბამისად. დიახ, ოღონდ რა თქმა უნდა ეს არსებობს ორი ტიპის ვინირების გაკეთება, პრეპარირებით და პრეპარირების გარეშე. თუმცა ესეც კლინიკურად უნდა გადაწყდეს, რა ვარიანტი უნდა ავარჩიოთ, პრეპარირების გარეშე კეთდება, როდესაც ჩვენ გვაქვს სივრცეები მეტი და მოცულობა შეგვიძლია გავზარდოთ, ასე ვთქვათ, კბილების, მაგრამ თუ ჩვენ დაახლოებით იმ არეალში ვჩებით, რაც არის პირისყრუში და პირთან კალი დაახლოებით გარეთ იგივე უნდა დარჩეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხდება კბილის გარეთა ზედაპირის პრეპარირებით, ეს რა თქმა უნდა გაუთკივარების ქვეშ, ამიტომ პაციენტისთვის ეს არ არის დიახ, ტკივნეული. როცა გადის გაუთკივარება, შემდეგ შეიძლება ტკივილი იყოს. შესაძლებელია, თუმცა ჩვენ პაციენტს ვუშვებთ დროებითი გვირგვინებით, ამიტომ აი ეს ბრძნობელობა საკმაოდ მინიმალურ დონეზეა დასული, აგრეთვე სპეციალურად კბილს ფარავთ სპეციალური ადგეზივით, რომ ეს ბრძნობელობა არ იყოს. და შემდეგ მოვლაზე როგორ არის, იმიტომ რომ აი ბევრს აქვს დღევანდელ დღეს და აი მე მოვლა როგორ არის? ხო, აი გაფუჭება ნახეთ, მე როგორც აღნიშნე, ვინირი მხოლოდ გარეთა ზედაპირზე ეყრება, ხო, კბილის გარეთა ლოყისკენა ზედაპირზე. შესაბამისად, ორალური მხარე გვაქვს თავისუფალი პაციენტისა, მისი ემალია. ამიტომ მიდგომა არის უპრობლემო. ანუ ჩვეულებრივად შეიძლება რომ როგორც წესი ნაკლებად. დიახ, ჩვენ რატო ვაკეთებთ ვინირებს? ვინირი კეთდება ესთეტიურად, ესთეტიკის გასასწორებლად, ხო მართალია? ანუ ეს შეიძლება იყოს ფერის ანომალია, დგომის ანომალია, ფორმის ანომალია. დიახ, მაგრამ ფუნქციას რეალურად ჩვენ ვინირით დიდად ვერ ვასწავლობთ. მხოლოდ ესთეტიკის თვალსაზრისით. ვიზუალი. და შემდეგ ხომ არ არის რამე აგრძალვა პირობითად ვაშლის ჩაკბეჭა, ხილის გატეხვა არ შეიძლება. საკუთარი კბილითაც არ შეიძლება. საკუთარი არ შეიძლება. ბოთლის გახსნა. დიახ. კარგით, მოდი რომ დაუბრუნდეთ დღეს თანამედროვე სტომატოლოგიაში კიდევ რა არის ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ტრენდული. ესთეტიკურ სტომატოლოგიაში როგორც აღნიშნე, მარტო ვინირები არ არის ჰოლივუდის ღიმილი. ჰოლივუდის ღიმილი შეიძლება იყოს ასევე ცირკონოკერამიკული გვირგვინებით სრული პროთეზირება პირის ღრუს. ცებ რა არის ჰოლივუდის ღიმილი? აბა საიდან მოდის? ეს არის დაახლოებით 20-იან წლებში. როდესაც უკვე არა, ნახეთ როგორ იყო კინემატოგრაფია, როდესაც განვითარდა უფრო ახლო კადრები გადაიღეს, გამოჩნდა ყველა ეს დეფექტი, რაც მსახიობებს ჰქონდა და ერთ-ერთმა სტომატოლოგმა კალიფორნიაში მოიგონა ეს პლასმასის თხელი ფირფიტები, რომლებსაც დროებით რამოდენიმე საათით აკრავდნენ კბილის ზედაპირზე და ოღონდ რა თქმა უნდა საკვების მიღება არ შეიძლებოდა და ზუსტად აი აქედან წამოვიდა აი ეს ჰოლივუდის ღიმილი. მაგრამ ჯობია რომ საკუთარი კბილი რა გქონდეს. თქმა უნდა. მე როგორც ექიმი ორთოპედი ყოველთვის ვურჩევ პაციენტს, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საკუთარი კბილები და მათ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. ანუ რას ნიშნავს ეს? დროულად მივმართოთ სტომატოლოგს, ვიზიტი მოხდეს დროული და პირის ღრუს ჰიგიენა. აი, თითქოს ძალიან ბანალურად ჟღერს, ხო ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა. დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური არის ბუნებრიობა. მოდაში, ჩაცმაშიც, მაკიაჟშიც, ყველაფერში. აი, როგორ უნდა თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან კარგი არის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი კბილი. როგორ შევინარჩუნოთ? და აი, რა რჩევებს მისცემს და ასევე მინდა აუცილებლად ამ თემასაც შევეხო გათეთრების თემას, როგორ ძალიან კარგია და ძალიან ვემხრობი, თუმცა პირის ღრუსთან დაკავშირებით ცოტათი განსხვავებული მიდგომაა საქართველოში ყოველ შემთხვევაში. ძალიან მოსწონს ხალხს ეს თეთრი კბილები, რომელსაც მე ცოტა არაბუნებრივად თეთრი არის. მე არ ვეთანხმები, ანუ ჩემთვის
ცოტათი მიუღებელია, თუმცა პაციენტი ყოველთვის მართალია. ესეთია ჩვენი დევიზი ექიმების, ამიტომ არა, თქვენ როგორ ექიმი როგორ მე როგორც ექიმი ვურჩევ ხოლმე რომ არ გავიკეთოთ აი ეს ბლიჩ ფერს, რასაც ეძახიან, თუმცა მასშიც არის გრადაციები, რაღაცა ბლიჩ დაუშვათ ფერების მიხედვით, ძალიან თეთრი ცოტა. დიახ, თუმცა ცარცისფერი. ამიტომ მე ვურჩევ ხოლმე პაციენტს რომ აი, იცით ძალიან ბევრია დამოკიდებული სახის კანის ფერზე. საერთოდ როდესაც კბილის ფერს ვარჩევთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანის ფერს, აი კანის ფერს ძალიან ხო, როგორ რაღაცა კონტრასტი არის. რომ ძალიან არ ყვიროდეს, ხო? დიახ, და მითები და რეალობები მინდა სფეროდა მინდა ერთი რამ ვიკითხო. ძალიან ხშირად წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში რომ თუნდაც აი ცნობილ საოპერო მომღერლებს რომელსაც არ ქონდათ ვიზუალურად ლამაზი კბილები უარს ამბობდნენ მის გადაკეთებაზე, იმიტომ რომ შეიძლებოდა ეს ხო ცვლის ტემპს, ხმას და ასე შემდეგ. ეს მართალია თუ არა? გარკვეულწილად არის მართალი. ნახეთ, მე მყოლია პაციენტები, რომლებიც მაგალითად უკრავენ რაღაც გარკვეულ როგორც ინსტრუმენტზე, არის მომღერალი, დიქცია შეიძლება შეიცვალოს თუ არასწორი პროთეზირება მოხდა. ნახეთ, არასწორმა პროთეზირებამ შეიძლება გამოიწვიოს რიგი გართულებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება ის არის არასწორად კონსტრუირებული თანკბილვა, შევუცვალოთ პაციენტს თანკბილვა, ეს რას გულისხმობს? ავუწიოთ, შეიქმნათ სუპერკონტაქტები, რას გულისხმობს სუპერკონტაქტები, შესაძლოა სადღაც მოხდეს ზედმეტი შეხება კბილთარკალში, ამიტომ პაციენტისთვის ეს სახსრისთვის ეს ყველაფერს ძალიან სიგნალი იქნება, ასე ვთქვათ და გარდა ამისა არასწორად კონსტრუირებული თანკბილვა გამოიწვევს აი დიქციის ცვლილებას, ბგერების ცვლილებას. სისინაბგერები არ არის მითი ნახევრად მითაც შემიძლია აღვიქვათ, იმიტომ თუ სწორად იქნა კონსტრუირებული მითია. მაგრამ თუ არ არის სწორად კონსტრუირებული, მაშინ ეს სწორია. შეიძლება შეცვალოს. ძაფებზე რო გითხრათ, აი ძალიან ხშირად აი მეც ვიყენებ და აი რა რეკომენდირებულია ახლა ნახეთ როგორ არის დღეს შემოვიდა ძალიან ბევრი მოვლის საშუალებები, ასე ვთქვათ, ხო? მათ შორის ირიგატორი. დიახ. ნახეთ, არის ძაფები, რომელსაც ფლოსებს ვეძახით, ძაფები, ირიგატორები, ჯაგრულები, ხო, პატერები. ერთი მინდა ასეთი რეკომენდაცია გავუწიო ყველა პაციენტს, რომ სანამ მაინც ნებისმიერ ამ მოვლის საშუალებებს გამოვიყენებთ, მაინც გავიაროთ კონსულტაცია სტომატოლოგთან, რომ მან გვასწავლოს აი ამ ყველაფრის სწორი გამოყენება. თორე ეს რეკომენდირებული აუცილებლად შეიძლება იყოს მენთოლიანი, შეიძლება იყოს არ იყოს მენთოლიანი, არაფრით დაჯერებული. დიახ, ეს არის ადამიანზე. აი სწორად გამოყენება როგორ არის? ბილი არა, ნახეთ, თუ არ არის სწორად გამოყენებული, შეიძლება მოვახდინოთ რძილის ტრამვირება. რძილის ტრამვირება და ჩვენთვის სტომატოლოგებისთვის დიახ, რადგანაც ცოტა დრო დაგვრჩა და უფრო ესთეტიკაზე ვსაუბრობ, დღეს ეს ორთოდენტიაზე არ ვსაუბრობ, ეს უფრო ღრმა პრობლემები არის და ბავშვობიდან მოდის თანკბილვა და ასე შემდეგ. მე მაინც მინდა ეს თემა ამ თემას შევეხო კაბილების გათეთრება. რამდენად აზიანებს ემალს და რა რეკომენდაციას მოგცემთ? რომელია უფრო დღეს ტრენდულია ძალიან დიახ, ანუ როგორც წესი პაციენტები მოგმართავენ ძალიან რა თქმა უნდა და ლამაზიც არის, იმიტომ რომ რაღაც ადამიანის თვითშეფასებას ზრდის, როდესაც ლამაზი ღიმილი აქვს პაციენტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი აი მოკლედ მინდა რომ გითხრათ, აი მაგალითად დენტალური იმპლანტების წარმოქმნა, ასე ვთქვათ, დანერგვამაც და ესეთ როგორც რუტინული ოპერაცია უკვე დაახლოებით დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია, ამანაც გადაჭრა ძალიან ბევრი პრობლემა, უკბილობის პრობლემა, ადამიანების თვითშეფასება გაიზარდა და შესაბამისად აი ამ გათეთრებას რაც შეეხება, ნახეთ, არსებობს ორი ტიპის გათეთრება. ეს არის სახლის პირობებში და ოფისის გელებში, შახში რომ მიგვაქვს და ნუ კაპების საშუალებით გათეთრება, სპეციალური გელები, მაგრამ ძალიან აქვე ვიტყვი რომ ძალიან მატებს მგრძნობელობას. ხო, პროცენტულობად მე არსებობს სპეციალური მგრძნობელობის დამოქმედებელი პასტები, რომლის საშუალებით რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თუმცა სულ ვიძახით ძალდატანება არ არის საჭირო, თუ მგრძნობელობა იმატებს, შევაჩეროთ პროცედურა, დავისვენოთ, მივცეთ კბილებს საშუალება რომ აღდგეს და შემდგომ ემალს რომ აღდგეს და შემდეგ გავაგრძელოთ უკვე ეს პროცედურა. სტომატოლოგიურ კაბინეტში როგორ ხდება ეს? სტომატოლოგიურ კაბინეტში სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება გათეთრება, ვუსმევთ ასევე გელებს და სპეციალური განათებით. მასზე არ უნდა კონდეს გართულება. რომ კბილებს
აზიანებს და აი, ეს შლის გვინტერესებს. გათეთრება ეს არ არის სწორი, თუმცა ყველაფერს აქვს ზომიერება. ნახეთ, ყველაფერში უნდა ვიცოდეთ ზომიერება. დიახ, და აი ეს კაპაც, როდესაც სახში აქვს პაციენტებს, აი მუდმივად არ უნდა დახმარება. იცით რა არის, საერთოდ გათეთრება სასურველი არის წელიწადში ერთხელ. ანუ ერთი წელი ყოფნის ეს სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარებული. გაჩნია როგორ ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, აი ხო, აი ეს შეფერილი სასმელები მაგალითად. ყველაფერი რა თქმა უნდა იწვევს კბილის შეფერილობის ერთი რამ მაინტერესებს, მოულოდნელად უცებ კბილი არასდროს აქტიებიათ? მე პირადად არა, მაგრამ ესეთი ბევრი ყავს პაციენტები. დიახ, მოულოდნელად. პაციენტები ხო, მაგრამ ექიმსაც შეიძლება არ შეიძლება კბილი. მერთმა აი ესე დამასაჩუქრა და არა. ძალიან დიდი მადლობა, ეს სწორად ულით და სწორად ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა და მართლაც არა მარტო ვიზუალისტვის, არამედ ჯანმრთელობისთვის არის სწორად ვიცოდეთ პირის ხმის ჩვენი ჯანმრთელობა. აი, ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ჯამოთ დასკვნის სახით, შეიძლება ლამაზ კბილს ჯობდეს შენი საკუთარი არა ესეთი ეფექტური როგორც გაკეთების შემთხვევაში. ხო, ყოველ შემთხვევაში ექიმმაც ასეთი რეკომენდაცია. ესეთი პატარა რეკომენდაციას გავაკეთებ კიდევ რომ ჩვენ მინდა ვთქვა რომ რატომ უნდა მიმართონ კიდე აუცილებლად სტომატოლოგს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადების გამოვლინება ასევე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პირის ღრუში. მე დამჭა ერთი კითხვა აქვე, მაგრამ ამის დრო აღარ აქვს, რომ ძალიან ბევრი შიში აქვს და ფობია აქვს სტომატოლოგთან მისვლის და ეს ჩაბარგაჟების თემა. გაუტკივარება ხსნის ამ პრობლემას. ანუ აღარ არის ძალიან საინტერესო იყო. მადლობა თაკო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კარგი დღეს ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე დამშვიდობები ჩემს მაყურებელს ნახვამდის.